მოგესალმებით. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა სასიყვარულო სამკუთხედი. ვინც იცით, რომ სამკუთხედში ხართ, მხოლოდ მათთვის არის განკუთვნილი. შეგახსენებთ, რომ ეს საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მას ასე დავიწყოთ, ვინ ხართ თქვენ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და რა სცენარი ვითარდება ამ სამკუთხედში. მას ასე ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ? როგორი დამოკიდებულებები და როგორი აგრესიული ენერგია მოდის? ბრაზი, ეჭვიანობა, გაურკვევლობა, მიჯოჭულობა, არაჯანსაღი მიჯოჭულობა, რასაკვირველია, მათ შორის მენტალური, მათ შორის სექსუალური. ვერ გამოდიხართ, გამარჯობა კიდათ ამ სცენარზე, თუმცა ძალიან რთულია დღეს თქვენთვის რაიმე ნაბიჯების გადადგმა ან რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. თავდაღირა, ფეხები ჩამოკიდებული, უმოქმედო, ვერ მოქმედებთ ისე, როგორც თქვენ გინდათ. პენტაკლების დედოფალი, თქვენ ხართ შემდგარი, განათლებული, ნასწავლი, სექსუალური, ფინანსურად უზრუნველყოფილი. რა ხდება იქ? ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ოთხების პრინცი, კი ბატონო, შესაძლებელია დაოჯახებული იყოს, ქორწინებაში იყოს, ან თუნდაც სტაბილურ პარტნიორობაში. კი ბატონო, ვფიქრობ, რომ უფრო ოჯახია, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი მაინც აღნიშნავს მეუღლეს, სტაბილურ პარტნიორს და შვილების დედას. სამკუთხედი განვიხილავთ უდაოდ და რა ხდება ამ სამკუთხედში ზოგადი ენერგია მოდი ვნახოთ. რა კარგად არის წამოკალათებული ეს ვაჟბატონი, კონფლიქტი, გაურკვევლობები, ომი, მენტალური, მათ შორის თქვენი მხრიდან, მათ შორის იქიდან, აქ ძალიან ცვიერი ქალის ენერგია თამაშობს, ორიანი თასი ნიშნავს არჩევანსაც მათ შორის პირად ურთიერთობაში, რომელიც ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი. მაინც წარსულისკენ იყურება. წარსულისკენ, სადაც უნდა რომ ყველაფერი დახუროს, დაამთავროს ეს წარსული, დაანგრიოს, თუმცა ძალიან რთულად გამოსდის, არ იცის როგორ მოიქცეს. თავდახრილი, არც თუ ისე მაღალ ვიბრაციებში. ნახეთ, თან თითქოს დროს და მომენტს ელოდება იმისთვის, რომ იმოქმედოს და ნაბიჯები გადმოდგას. მოდი ვნახოთ, რას ფიქრობთ თქვენზე ამ შემთხვევაში? რას ფიქრობთ თქვენზე? ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობაში ძალიან ბევრი წარმოუდგენლად დიდი წინააღმდეგობებია. მათ შორის, რატომღაც ფიქრობს, რომ მაგია ხომ არ გაუკეთეთ რამე, იმიტომ რომ გამოდგებით აკვიატება ხართ თქვენი. ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობის დასასრულის პერიოდი უნდა დადგეს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გაწამაციაში მოქმედებებში წინ და უკან სირბილით უკვე საკმაოდ დაღლილია. მოდი ვნახოთ იქ რას ფიქრობს მესამე პირზე. იქ საკმაოდ კარგად არის განვითარებული ეს და სტრესული და დეპრესიული მდგომარეობა, იქ მიდის საქმეების გარჩევა, იქ არის ძალიან დაბალი ვიბრაციები ქალის მხრიდან განსაკუთრებით, დეპრესიული ფონი, აკვიატება, ფიქრების კონტროლი, ეჭვიანობა, რატორჩებიან ამ ურთიერთობაში ვერ ხვდები. კი ბატონო, ეს არის თვალთვალის არკანი, თუ კი სადმე შეიძლება რომ ერთმანეთს თვალი ადევნონ, რაიმე ინფორმაცია მოიძიონ, გამუდმებით ხდება ერთმანეთის კონტროლი. გრძნობა რა აქვს თქვენთან დაკავშირებით, მოდი ვნახოთ. გრძნობა პაუზაში აქვს, თითქოს თქვენ მისი მწარე განაჩენი ხართ, მისი მწარე გაკვეთილი ხართ, აი გრძნობებში ახლა აბსოლუტურად სიცარიელს ხედავ. კი ბატონო, მას უნდა და ამ სტაბილურ ურთიერთობაში დარჩენა, თუმცა ეს უკვე როგორც უზარმაზარი ტვირთი ისე იქცა და გამარჯვება ზუსტად აი ამ სცენარზე უნდა, იმიტომ რომ საკმაოდ გაწამაწიაშია. სამკუთხედი. გრძნობა იქ რა აქვს მესამე პირებთან. ნახეთ გრძნობებში რა მოდის. ამხელად ტვირთი უზარმაზარი. ტვირთი, რომლის ტარებაც ძალიან უჭირს, თუმცა კიდევ ერთი შანსი უნდა მისცეს ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ იქ შესაძლებელია ბავშვები თამაშობდნენ გარკვეულ როლს ის თუ ქორწინებაშია ჩამოწვირფესებო და ეს შანსი მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ქაოსშია მისი გონებაც და სულიც, გულიც და რა ვიცი მე არ არის კარგად ეს კაცი, აშკარად, მაინც ოჯახია და ამ ოჯახის ენერგიის თვალსაზრისით რჩება იმ ურთიერთობაში, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იქიდან გარკვეული მაგიებიც მოდიოდეს, იმიტომ რომ ქალთან ერთად კვერთხების დედოფალიც ამოდის, მათ შორის მაგიის თვარის ენერგია არის დაბინდული გონება, მესამე პირები ცდილობენ მის მორჩილებას, ამ თვალსაზრისით შემოძვირფესება და პარალელურად ცდილობენ იმასაც, რომ მესამე პირები ურთიერთობაში არ იყვნენ ან არ გაჩნდნენ. ამისთვის იყენებს გარკვეულ რიტუალებსაც. კარგით, მოდი ვნახოთ ახლა ესეთი რაღაცა. ნაბიჯები თუ ექნება თქვენთან დაკავშირებით რამე. თუ გადმოდგავს ან შეცვლის რაიმეს თქვენთან დაკავშირებით. სწორზეა ყველაფერი დადებული. ნაბიჯებს გადმოდგავს კი ბატონო, გადმოდგავს ნაბიჯს, რას გთავაზობ ბალანსს, მაგრამ ყველანაირი მანიპულაციების და ყველანაირი
ტყუილების საფუძველზე თუ ეს იქნება ნაბიჯები ერთგვარი манипуляციებიც იმის რომ აღდგეს ეს ურთიერთობა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მიიღებთ გარკვეულ კითხვებზე პასუხებს, იმიტომ რომ ორიანი ხმალი მაინც არის გაჯიუტებული ენერგია, აქ არის სიბნელე, სადაც უზარმაზარი გაურკვეველი სცენარია, ესე ვიტყოდი და პარალელურად სულ გექნებათ კითხვები, რომლის პასუხებს ვერ მიიღებთ. იქ რას იზავს? იქ რაც ვთქვი, ნახეთ, როგორ იმორჩილებენ. აქ ეხლა ამ შემთხვევაში ძალა მოდის, იყენებენ გარკვეულ ძალას იმისთვის, რომ მოხდეს გამარჯვებები იმ ურთიერთობაში, პარალელურად ნახეთ, ლომის მოთვინიერება არ არის სათვლელი, ამიტომ ყველანაირ ხერხს მიმართავენ იმისთვის, რომ მოხდეს მისი კისრის მოგრეხვა, მისი მორჩილება, მიმართულებების მიცემა. და ასე შემდეგ, როგორც ჩანს, იქ ძალიან დიდ ძალას იყენებენ და გამოსვით თქვენ წარმოიდგინეთ. დღესდღეობით იქ მესამეპირები კმაყოფილები არიან. ანუ თვით კმაყოფილების შეგრძნება აქვს და პარალელურად გამარჯვებებსაც აღწევენ, მოიცოდეთ. კარგად ხდება მისი მორჩილება. თუმცა თვითონ ახლა იმდენად გაურკვეველ სცენარში იმდენად უნდა აი ამ რაღაცების გარკვევა, ყველაფერზე წერტილის დასმა, ყველაფრის თავის სახელის დარქმევა, მათ შორის თქვენთან ურთიერთობაში თუ იმ ურთიერთობაში, მაგრამ იმდენად წინააღმდეგობაში მოდის ეს ადამიანი, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. განულება უნდა ამ ენერგიების თავიდან დაწყება უნდა ყველანაირი ნაბიჯების რა იქნება შედეგი? თქვენთაგან და კიდევ ერთხელ ვიძახი, სადაც არის მაგიური ზეგავლენები, ფიზიკურ მდგომარეობაზე დაარტყავს ძალიან. არ გამოვრიცხავ რაიმე გარკვეული ნახეთ, ქირურგიული ჩარევაც მოხდეს ამ შემთხვევაში და პარალელურად ყველა ვარიანტში შეეცდებიან თქვენი პარტნიორის ურთიერთობიდან წაყვანას. ნებისმიერი манипуляციების ხარჯზე ეს არის აფერისტი, მატყუარა, манипуляტორი და ასე შემდეგ. კი ბატონო, განსაკუთრებით თუ ის ქორწინებაშია ჩემო ძვირფასებო. რა იქნება რჩევა თქვენთვის? თქვენთვის რა იქნება რჩევა? თუ ქორწინებაა ოფიციალური ურთიერთობა და ამ სამკუთხედში ხართ, რაც შეიძლება დროულად გაასწარეთ ამ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ ეს არაფერს კარგს არ მოგიტანთ, აქ არის ტყუილი ფლანგვა, როგორც თქვენი ემოციების, თქვენი ფინანსების, თქვენი დროის, თქვენი რესურსების, ამიტომ აქ ვერ მიიღებთ იმ შედეგს, რის იმოლოდინიც გაქვთ. თუ კი გინდათ რომ ეს ყველაფერი ფუჭად დახარჯოთ, მაშინ თქვენი გადასაწყვეტია. არავითარ შემთხვევაში რჩევა ის იქნება, რომ გეზი შეიცვალოთ, ნაპირი შეიცვალოთ, მიმართულება შეიცვალოთ, ურთიერთობები შეიცვალოთ. ეს ურთიერთობა არაფერს არ მოგიტანთ გარდა საკუთარი რესურსების ფლანგვის, ამიტომ გადასაწყვეტი აქ თქვენზეა. რომ წამოხვიდეთ რას იზავთ, საოცარი ენერგიები მოდის, რომ გამოხვიდეთ ამ სამკუთხედიდან, სადაც არის ძალიან დაბალი ვიბრაციები, სადაც გამუდმებით ქაოსში გამყოფებენ, დამერწმუნეთ, რომ უახლოესი სამი პერიოდი იქნება თქვენთვის საკმაოდ გარდამტეხი, საკმაოდ მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი რესურსები იხსნება, როგორც პიროვნების თვალსაზრისით, ასევე შესაძლებლობების თვალსაზრისით და რაც მალე დაახცევთ ამ ურთიერთობას თავს, თქვენთვის ბევრად უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ეს ილუზიები, რომელშიც გამყოფებთ თავისი манипуляციებით, იცოდეთ, რომ დიდ დროს მაინც არ წაიღებს. ადრე თუ გიან მაინც დამთავრდება, იმიტომ რომ ეს სამკუთხედის მოყვარული პარტნიორია, რომელიც ყოველთვის შეეცდება ორ სკამზე მოკალათებას ან ორ ურთიერთობაში მოკალათებას. ამიტომ აქ გადასაწყვეტი თქვენია. წარმატებებს გისურვებთ, დროებით მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ. მიყვარხართ დროებით.